ვაი ბედეთა ჩემი გამემესის მრება დღემდე რომ სცენაზე ვარ მამ არ მიშვებდა ასო იტვიანობდა პარტნიორებს და მის გამო უარს ამბობდით ამ როლებზე? კი ფილმის მხატვართან მიღალა და რომელიც იყო ფეხმძიმედ მაგრამ ის ქალიც მიატოვა ძალიან აერია ცხოვრება ნარკოტიკმა იმსხვერპლა ანუ თქვენ ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული არ იყო თქვენი ქმარი იყო სხვა ისიც იკეთებდა და წამოხვედით და თანახმა ვიყავი იქ მემუშავა ხელზე მოსამსახურეს 18 თვე ვიყავი იტალიაში და 10 ოჯახი გამოვიცვალა ეს ძალიან დიდი სტრესი იყო ისე მენატრებოდა ჩემი ბალიში ჩემი ოთახი ისე მენატრებოდა ის ბავშვი იყავით, რომელიც თავიდანვე მსახიობობაზე ოცნებობს პატარაობიდან, თუ შემდეგ მოვიდა ამ სფეროს სიყვარული? პატარაობაში მოხდა ისე რომ ნახე ტელევიზორში სპექტაკლი. რომელი? არ მახსოვს, რაღაც სპექტაკლი მიდიოდა. და ვიკითხე ეს რა არის, თქო, ეს არისო სპექტაკლიო. ალბათ 5 წლის ვიყავი მაშინ. და თეატრში არ ვიყავი ნამყოფი. და ესენი არიან მსახიობებიო. და ესენი თავის სიტყვებს კი არ ლაპარაკობენ, სხვის ტექსტებს ლაპარაკობენო. ამან ისე გამაოცა და გამიჩნდა ინტერესი. ინტერესი გაჩნდა, ხო? და აი რო წამოიზარდეთ, მე იყო სხვა სფეროებიც, რომელიც გიზიდავდათ თუ მაინც აი გქონდათ სუგიტრიალებდათ, რომ მსახიობი უნდა ყოფილიყო. არა, მე ლევან გოთუას და მასწავლიდა ქართულს და იმან გამიყვანა მხატვრული კითხვის კონკურსზე. და იმან უფრო გამიღრმავა სიყვარული და ინტერესი. მსახიობობისადმი ეს მინდოდა. მე იყო პენერსა სასახლე, დრამატული წრე თამარ თეთრაძესთან, მე ინსტიტუტი, მე თეატრი, კინო. ხო, ამას გავყვებით. დედა იყო სამედიცინო სფეროში, ხო? ფარმაცევტი. მამა სამხატვროში სწავლობდა, მაგრამ არ გაყვა მხატვრობას. რატო რა მოხდა იქ? მამა სამხატვროში სწავლობდა და გააკეთა ხელისმტევანი. ხო? ხელისმტევანი თაბაშირისგან. და ეს ხელისმტევანი დაუმალეს კურსელებმა. ანუ ეს იყო შურის მომენტი. შური, ქართული შური. და ამის მერე ძალიან აიცრუვა გული. იმოქმედა ამ ფაქტმა ძალიან ძიმედ იმოქმედა. და გული აიცრუვა და მერე სულ სხვა სფეროში გადავიდა. მაგდამას რა უნდა? ხმაურობს და რატო ხმაურობს რო არ ვიცი? კი არ ხმაურობს დუხს. თავზე გადახადე და გაჩერდება. უკვე გაჩერდა. ხომ ხედავ? ანიკო ვარ, ღმერთი ხوارა ვარ, ყველაფერი რო ვიცოდე. თქვენი სამსახიობო პროფესიისადმი მიდრეკილება როგორ მიიღო? მამამ, დედამ. მამამ მითხრა, იქნებ თეატრმცოდნეობაზე გეცადაო. მე ვთხარი, არა, მაინც მსახიობობა მინდა თქო. და მე დამთანხმდა დიდად მოხარული არ იყო. ხო, მაგრამ არც წინააღმდეგი. მაგრამ არც ძალიან წინააღმდეგი. ოდნავ ის ქონდა, მაინც არ უნდოდა. ხო, მესმის.
მარჯანიშვილის თეატრში მიდიხართ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ. თემურ ჩხეიძე მიგიყვანათ იქ? თემურმა მიგიყვანა, გიზოს ჯგუფი ვიყავით ჩვენ, ძალიან კარგი ჯგუფი, ძალიან კარგი ჯგუფი, ძალიან კარგი სპექტაკლები, ნახა ჩვენი 64-ის ჩიტი და ჩაგვიყვანა მთელი ჯგუფი მარჯანიშვილის თეატრში. შეგრძნება გახსოვთ პირველად როცა შეხვედით, როგორც არა მაყურებელი, არამედ უკვე როგორც მსახიობი. ნერვიულობდით სავარაუდოდ. ძალიან მღელავდი. სტიმული ვინ მოგცათ? აი რამე სიტყვები გახსოვთ სხვა მსახიობებისგან, რომლებიც უკვე იქ წლებია იყვნენ, ან რეჟისორებისგან? სოფი კუჭიაურელისგან სხვათა შორის. ეს ნიჭიერი გოგოაო. რომელ მსახიობთან მეგობრობდით იქ? თამარ სხირტლაძესთან, მალხაზ გორგილაძესთან, შოთი კომშენიერაძესთან, საშა იოსელიანთან. თუმცა ერთი მსახიობი ამბობდა რომ მე ჯაფარიძესთან. ჩემი მფარველი ანგელოზიაო ამბობდა. ხო რატო ამბობდა ამას? უბრალოდ ეს მოწონდა. იმიტომ რომ იუბილეზე ძალიან მივეხმარე. აჰა. ძალიან გვერდში დაუბდექი და ბევრ ამაში მოვეხმარე. ეს ბინა მარიკას და ირაკლის დამსახურებაა. ნუ ეხლა ჩვენც მივეხმარეთ მაცივარი ვუყიდეთ. ისე რამდენი ოთახია? ორი საძინებელი აქვს, იცით? აი ეს ერთი დათოსი და ის მეორე მარიკასი. ეს დიდი ოთახი, თავისი სამზარეულოთი, რომელიც აი იქიწყება და აი აქ მთავრდება ამ ორგანყოფილებიან მაცივარს. იქნებოდა ბევრი ინტრიგა. თეატრს ახასიათებს ეგ შიდა დაძაბულობა, როლებზე. არ გვინდა მაგაზე იყო, მაგრამ ცუდის გახსენება არ გვინდა. ან თქვენ შეგეხოთ? შემეხო. კინეულად განიცადეთ. კინეულად, იმიტომ რომ საყვარელი სპექტაკლი მომიხსნეს. მიზან მიმართულად? მიზან მიმართულად. ანუ ეს იყო მსახიობებისგან წამოსული ამბავი თუ რეჟისორებისგან? არა, სხვათა შორის რეჟისორისგან. გაიკითხეს რეჟისორის მეუღლეც და მე ერთ როლზე დუბლიორები ვიყავი და რომელი ჯობიაო. ხო. და კობელიძე ჯობიაო და მოხსნეს ის სპექტაკლი. ორი ჩაი. მორიც კამფეტი. კაცო, ჯერ ბილეთი აიღე. ლამაზო. მოიცა. მე შენ გიც? აუ, საიდან? თემურ ჩხეიძეს უყვარდით ძალიან და ითვლებოდით მე ძალიან მიყვარდა. ფავორიტ მსახიობად მისი, კი, ხო? ნამდვილად მისი ფავორიტი მსახიობი ვიყავი, მე ძალიან მიყვარდა და თუ კი რამე დამრჩება ამ ცხოვრებაში, ეს არის თემურის რეპეტიციები. ხო. კარგ მოგონებად, ყველაზე კარგ მოგონებად. იყავით სამძიმარზე, როდესაც გასაკვირველია. ძალიან მთხოვე ნანის რომ დავხედავთ ხომ მიცვალებულს. მეუღლეს თხოვეთ. ხო. და დიდხანს უყურე მიცვალებულ თემურს. სკოლიდან უნდა გავასვენოთ. ჩვენი ბავშვები კარგად გაზარდა, კარგი დირექტორი იყო და მე მგონი ასე ჯობია. მსახიობებს რაც შეეხება, გარდა კოლეგიალობისა, იქაც არის ხოლმე შურის მომენტი. არასოდეს არ დაგზაბვიათ იქ ურთიერთობა. ურან დაგაბულიასთან მქონდა ცოტა დაძაბული. ჩვენი საყვარელი სპექტაკლი გოგითოდაძის ერთხელ მხოლოდ ისინი ძილში შადიმან შამანაძის არაჩვეულებრივი პიესა მაინც არ მოეწონა და არ მოგვილოცა. ხო. და ამაზე ძალიან გავგზიანდით, 4-ვე გავგზიანდით, 4 ვთამაშობდით. და უთხარით რამე? არა, როგორ ვეტყო, უფროსი ქალი იყო მაინც როგორ ვეტყო. დედა დარეჯანს, დედოფალს შენს დედინასვალს შემოუთვლია, როგორცა შენთვის, ასევე ჩემთვის. საცა შენ სახელს მოიხსენიებენ ვითარცა მეფის, იქვე დედოფლა იგი იყოს მოხსენებული. ვითომ რათა? დედოფლობა არ სურს დაკარგოს. ნაი დედამთილს ანახანოს რაც ჩააცვა მონასტრის ჩოხა. გიორგი, ამ უმნიშვნელო რამის გულისთვის ნუ გადიკიდებ ნურ შენს ძმებსა და ნურს დედოფალს. ჩვენ ფიცი დავდეთ და საქართველოს დედოფალის შენახატვას. სცენაზე ხდება ხოლმე კიდე გაუთვალისწინებელი ამბები. შეიძლება ტექსტი დაგავიწყდეთ. ან ცუდად გახდეთ, აი რაღაცა მსგავსი ყოფილა, რომ უხერხო მდგომარეობაში აღმოჩენილ. ერთადერთხელ იყო, აი უცებ შუა ტექსტში გავითიშე. ხო. და ვერ გავაგრძელე, კიდე კაი დამეხმარა პარტნიორი. თავი მომჭერი ხომ? არ ყოფილ ხარ. სახში შემოსაშვები, აი შენ. გაბუჭებო. გავახსირებ. ნუ მომიკალი ძმაკაცი. ორნი მოდიხარ ერთზე, დედას გიქრა.
Kamari, moment. Გავშვი. გამიშვი. ვაი. 90-იან წლების ბოლოს მოდიხარ თეატრიდან და ეს იყო მოულოდნელი ამბავი, იგივე თემურ ჩხეიძისთვის, სხვა მსახიობებისთვის. სხვათაშორის დიდხანს ფიქრობდი ამაზე. მაშინ ახალი თაობა მოვიდა თეატრში, მე აღარ ვიყავი საჭირო და სრულად უმტკინეულად რაც მინდოდა, ძალიან მინდოდა გეოგრაფიის შესწვლა და იტალიაში წასვლა და ეს ავისრულე. არ იყო მონატრება მე რომ ეს გადაწყვეტილება კი მიიღეთ და თეატრში აღარ ხართ, მაგრამ ხო არის ნოსტალგია რომ შეიძლება ღამე გესიზმრებოდეთ რომ ისევ სცენაზე ხართ და ღამე მესიზმრება. დღემდე? დღემდე რომ სცენაზე ვარ და მავიწყდება ტექსტი და შევბრი ვარ და აღელვებული ვარ და მეშინია და დღემდე არის ეს. კარგი იქნებოდა ერთხელ ისე გაელვება. ხო. დიდი არაფერი, მთავარი როლი არ მინდა არაფერი. გაელვებით ისე. მხოლოდ ბრძანება მომიტანოს ციციანოვმა როგორც შეხვერის კანონის მქონე ყველა ქვეყანას. თვით დამიკითხოს ციციშვილმა ციციანოვმა. არა. იგი მონაზე უბედურია. მონას იმედი მაინც რჩება თავისუფლების ამასკის სული სამუდამოდ გაყიდული აქვს. დედაც დედა თავისი შვილი განდგომილის კი მისთვის ისევე ძვირფასია როგორც ის, ვინც აიაზმათ აფურებდა სისხლს მის დიდებას. რუსი სარდალი და მელოდოს. ებზარს როცა ჩამორეკავს ეს საათი მათი ნაჩუქი მე მზად ვიქნები. დამტოვეთ მარტო! 90-იან წლები ვახსენეთ. გაქურდვებიც იყო ბევრი და ყაჩაღობები იმ დროს. ой, შვიჯერ განკურდეს, შვიჯერ მომპარე საფული, ერთხელ მობილური. დრამე ისეთ თანხა იყო? თუმცა იმ პერიოდში ყველა თანხა 60 ლარი მაშინ დიდი ფული იყო. მნიშვნელოვანი იყო, კი ბატონო. ამაღამ შენთან მოვდივარ 11-ზე და 00-ზე. როგორც ყოველთვის. მოდი. თუ გინდა პოლიჯოხი თავზე გადაგამტვრია. რაიყო საფოს მეცკე გიშოვნი. აგალ მოგბეს და ბებრუხანები. უხშენი. შენ მოუკვდი შენ პატრონს, დაიცამ ნახო მამა შენი. რაფერ ნახო მამა ჩემ საპონი არა აქდა. გარდა იმისა, რომ თეატრალური ჩაბარების შემდეგ დაიწყო თქვენი პროფესიული ზრდა, სიყვარულის გეწვიათ ამ დროს. სხვათაშორის ბაღში მახსოვს რომ ვიყავი შეყვარებული, მაგრამ ვინ იყო? რაფერის იყო? ეს არ მახსოვს. მაგრამ მახსოვს რომ თვალსაც არ ვაპარებდი იქ. ხო. მაგრამ ცხენოდათ. მაგრამ იყო ეს. თუმცა ეს სერიოზული გრძნობა არ ყოფილა მე შემდეგ წლებში, ხო? აი გარდატეხის ასაკში. არა, ინსტიტუტამდე არა, მამუკამდე არა. მოკლედ უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და მარტვილში წავედი სამუშაოდ განაწილებით. ეს კაცი გავიცანი. ის იურისტი იყო და შეგვიყვარდა ერთმანეთი. მაგრამ ამ შესახებ არავინ არაფერი ეცოდა. მამუკა კიკალეიშვილი, იმ პერიოდში ძალიან პოპულარული მსახიობი, რომელიც აღმოჩნდა თქვენი ჯგუფელი, ხო? დიახ. თავიდანვე მოგეწონათ ერთმანეთი თუ აი მერე როცა დაახლოვდით უკვე? თავიდან დაინტერესდი, ისეთ საინტერესო ეჭვდები გააკეთა. ამ სუხანმა ბიჭმა. მე ისეთი იუმორის გრძნობა ქონდა, რომ ახუნებდა ლამაზ ბიჭებსაც კი. აჰა. იუმორმა მომხიბლა. გოხდა ვარ დამგრძნობიარე ჩემის თანავერ სადნახოთ მეც არ ვიცი ყველაფერი რატომ იმაქვს გულთან ახლოს გახსოვთ როგორ გამოგიტყდათ სიყვარულში? თუ ამ სიტყვებიც არ იყო საჭირო და ქცევით ხვდებოდით რომ მოწონდით. სხვათა შორის სუფრაზე ვისხედით ჩვენს ჯგუფელთან ერთად და იქ რაღაცას ძალიან კარგად ოხუნჯობდა და ფაკოცე გამიყვანა და მოიხურა ყარები და მაგრად მაკოცა. ეს უკვე ნიშნავდა რომ მიყვარხარ. ეს უკვე ნიშნავდა რომ მიყვარხარ. მე კიდე მეორე დღეს ძალიან არც უყურედი, ძალიან შერცხვენილი ვიყავი. მაგრამ მე გამომიწყდა და ანუ იყო ეს ნიშნობა ოჯახში მოსვლა, ქორწილი? კი, ყველაფერი იყო. ხელის თხოვდა,
დედაჩემი მაინც და მაინც არ იყო მაყოფილი, მაგრამ რატო? არ მოწონდა. იმიტომ რომ მსახიობი იყო თუ იმიტომ რომ ბევრი გოგო ეთყოდა? გარეგნულად არ მოწონდა. ვიზუალურად არ მოწონდა? მერე სიძე რომ გახდა, როგორც ნამდვილ სიძეს ისე მოექცა სამეული უყიდა, საქორწილო. კი ბატონო. ვილვეტის სამეული, რომელიც ძალიან ძვირი ყიდა და ჩემს რივალის აღება მოუწია ამის გამო. რით დაიმსახურა შენი სიყვარული? ჭკუით, განათლებით, პრინციპულობით, ხასიათით, რითიც შემიყვარდა, ის გახდა ჩვენი დაშორების მიზეზიც. მამუკა იყო ძალიან პოპულარული, ხო? ძალიან. თქვენ ახსენეთ, რომ კარგი იუმორიც ჰქონდაო და სხვა გოგონებსაც მოხიბლავდა ეს იუმორი. ხო არ ეჭვიანობდით? არასოდეს არ მეჭვიანობდა. არა. ყოველთვის მიხაროდა რომ მოწონდათ. ის კი არა, მის რომანებზეც კი თანახმა ვიყავი გაერთოს. რაღაც დედული ისიც მქონდა. მოიცა რო გაგიგოთ რომ ქალატობთ, შეგუებოდით? კი, შეგუებული ვიყავი, კი, ასეთი უცნაური რამე მჭირდა. რაღაც აი თან დედული დამოკიდებულება მქონდა მამუკას მიმართ. რაღაც კომპლექსები მქონდა და მოიშორეს ეს კომპლექსები თქო ფიქრობდი. ანუ იცოდით რამე კონკრეტული ფაქტი? კი, ვიცოდი. ვინ გითხრათ? ვიცოდი. თვითონ არ გეტყოდათ ეს? არა, თვითონ არ უთქვია, მაგრამ მithქეს. ანუ არ შეიმჩნიეთ მამუკასთან, რომ იცოდით, რომ სხვაცთანაც არ შეიმჩნიე. რთული იქნებოდა, მე მაინც მგონია თქვენსაც რთული იქნებოდა, როცა იცი რომ საყვარელი მამაკაცი ღალატობთ. ხო, აი ესეთი უცნაურობა. ღალატად არ ჩაუთვალე, რატომღაც ჩაუთვალე, წავიდეს გაისეინოს, გაიხაროს თქო. ხო, მაგრამ ეს ცოტა სიყვარულს ახუნებს მერე და უკარგავს. კი, სიყვარულს ახუნებს, კი. რამდენი წელი იცხოვრეთ ერთად? 9 წელი. 9 წელი. ხო, საკმაოდ დიდი დრო არის 9 წელი. საკმაოდ დიდი დრო. შვილი არ ყავდათ, ხო, ქორწინებაში? მამუკა იყო უშვილი. ხო, ის არ ვიცოდი. თანდათანობით მივიდა ურთიერთობა დაშორებამდე თუ უცებ მიიღეთ გადაწყვეტილება? არა, მამუკა მიღავდა ფილმის გადაღებებზე, ფილმის მხატვართან მიღავდა, რომელიც იყო ფეხმძიმედ და კაცის ეგოიზმი ხო იცით, იმანიცოდა რომ უშვილო იყო და ამ ქალის მოყვანით, რომელსაც შვილი გაუჩნდებოდა, ხო. თავის კომპლექსს ის ქალი სხვისგან იყო ფეხმძიმე და ეს ფეხმძიმე ქალი გადაწყვიტა მოეყვანა და ხო. რომ გააჩენდა, ვითომ მისი შვილი იყო. ხო, იქნებოდა мама. თქვენ როგორ მიიღეთ ეს ამბავი, როცა გითხრათ? ძალიან განვიცადე. იყო დეპრესიული პერიოდი? ძალიან დეპრესიული პერიოდი იყო. ეს გოგო ჩემთან მოდიოდა სახლში. მას პინძლობდი, ვეფერებოდი. ან მანამდე იცნობდით? კი, სახლში მოდიოდა ჩვენთან. როგორც ფილმის მხატვარი. და თქვენ წამოხვედით სახლიდან, ხო? ბუნებრივია, მამუკას ოჯახი და წამოხვედით. ასაკვირველია. მაგარი ჯიუტები ვიყავით ორივე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. და დაშორდით. ხო, და მე მივხვდი, რომ საერთოდ არ ვიცი კომპრომისზე წასვლა და ამიტომაც იმასთან თანაცხოვრება გამიჭირდება, რა თქმა უნდა. ტრამვის მოშუშებას უნდა ხოლმე დიდი ხანი. რო აი ეს შინაგანი ტკივილი დაძლიოთ. რა დაგეხმარათ მაშინ ამაში? ეს იყო ახალი სიყვარული თუ თეატრი თუ აი რა რამგიშველად? არა, სხვათა შორის მებრძოლდნენ ძალიან. ჩემი ბინიდან ამოწერა უნდოდა და ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ეხლა დაიწყე ბრძოლაო. დეპრესიის დრო არ არისო. ვის უნდოდა ბინიდან ამოწერა? მამუკას. იქ სადაც ცხოვრობდი? სადაც ერთად ცხოვრობდით. ხო და მე წამოვიწყე მარტო, ძალიან კარგი ვექილი ავიყვანე და ეს ბრძოლა მოვიგე. ისეთი კაცი თუ არ შეხვდა, რომელთანაც დაიცვენებ, ჯობია სულ არ იყოს ასეთი კაცი. მამუკასთან ურთიერთობა შეიძლება არა მეგობრული, მაგრამ ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნეთ ამის მერე. კი, ხო. სხვათა შორის ბოლომდე. ბოლომდე მაინც ჩემი ჯეროდა. აზრს მეკითხებოდა, იშუშებდა ტკივილებს. ხო. და მისი ძმის დაკრძალვაზე რომ არ მივედი, აღარ მივედი მისი ძმის დაკრძალვაზე. მოსკოვიდან დამირეკა. ვიცი რომ მისი ზარი იყო, მე არ უპასუხე. გონი ბოლომდე უყვარდით, ხო?
იმიტომ რომ ადამიანის აზრი თუ გაინტერესებს ენდობი და კიდე რაღაცა გაქვს, მაინც მე ვფიქრობ რომ თქვენს გქონდათ ეს გრძნობა ბოლომდე იმ პირველი სიყვარულის. არა. და რო იყო უფრო მეტი წყენა, ხო? და უფრო მეტი წყენა იყო და ხო, მამიდა შენს ეგ ამბავი არ გაუკვირდება. მთელი ცხოვრება ამის ეშინოდათ კაცებს. რაც ლაპარაკობ ნელიკო, ცხოვრებაში კაცისთვის ხელი არ გამიწყავს, ძაღლისთვისაც კი. წყობიდან გამოვედი. აი კონტროლი კი არ უნდა დაკარგო. იმიტომ რომ იმას უფრო ადრე გაუვლის ტკივილი, ვიდრე შენ სინდისის კენჭა. კაც ისე უნდა ეშინოდეს შენი გარტყმის გარეშე. familiako, რატო უნდა ეშინოდეთ? პირიქით, კი არ უნდა ეშინოდეთ, უნდა უყვარდე. დედა, უნდა უყვარდე. ნელიკო, რა შეჭამე twin შენი სიყვარულით? სად არის აბა შენი სიყვარული? მართალი ხარიაკო, თავი არასოდეს არ უნდა დაკარგო. იქნებ იმიტომ უნდა დაკარგო დედა, რომ მე იპოვო. ამით არის ცხოვრება საინტერესო. ცხოვრება იმითია საინტერესო, რომ სრულყოფილებას მიაღწიო იმ საქმეში, რასაც ხელი მოკიდა. ბოლოს როდის ისაუბრეთ, სანამ გარდაიცვლებოდა, აი გახსოვთ ბოლოს საუბარი როდის გქონდათ? ეს იყო მიშა მაღალაშვილის და ნინო დუმბაძის ოჯახში. მაშინ თითქოს რაღაცა შერიგებისკენ იყო ლაპარაკი, მაგრამ მე მეგონა რომ მარტო ჩვენ 4 ვიქნებოდით და მიშა მაღალაშვილმა ბევრი ხალხი დაგვახვედრა და ამ ხალხთან აიჭრა მამუკა და მე მგონი გადაიფიქრა შერიგებაზე. ანუ რამდენი ხანი იყო გასული დაშორებიდან? დიდი ხნის მერე მოხდა ეგ ამბავი? დიდი ხნის მერე. ზოგიერთი ადამიანი შემდგ ასაკვირად მიდრეკილია საკუთარი თავისთვის პრობლემების შექმნისკენ. სიმშვიდე, სიწყნარე და ერთფეროვნება ღლით. ყველაზე ხშირად სწორედ ასეთები არიან თავგატეხილი. შეკიდე არ მოგბეზრდა და სულ ჭკვიანი ხარ. არასოდეს არაფერი არ გეშლება. არ მომბეზრდა. პრობლემებიც ჰქონდა და ამ პრობლემების გამო ხო ამბობდნენ რომ უკვე ნარკოტიკი გაჩნდა. იცოდით ეს ამბები თუ მე გაიგეთ როდესაც უკვე აღარ იყო? იცოდი და ნარკოტიკმა იმსხვერპლა. საერთოდ ძალიან აერია ცხოვრება, ნარკომაფიაში გაერია, რაღაცა ფინანსურ მაქინაციებში გაერია. ხო, სამწუხაროდ სულად დამთავრდა ეს ამბავი. ის ვისთანაც მიყავდა, ვინც ფეხმძიმე იყო, იქ სხვათა შორის ის ბავშვი არ გაჩნდა. არა? ისი იმედიც ჰქონდა. აი ესეთი აი ღმერთი ზოგჯერ ასე ერევა. და აიყვანეს შვილი, მაგრამ ის ქალიც მიატოვა. და მოსკოვში მოიყვანა ვიღაც ტანია. არ მინდა თქვენი წამალი. არ მინდა ძმაო, არ მინდა თავი გამანებეთ ვა. კარგად ხარ არა? მე ხლა საავადმყოფოში უნდა დავტოვე, ეს ერთად ვიმკურნალო. მოჭა. გეუბნები ცუდათა ვარ ვა. შენ. რა ქვია? ჟორა. რა გვარი ხარ, ჟორაჯა? მუხრანსკი. წავედი ჩვენ. მუხრანსკი. რა ამბავია? დადეგ ჯვარი მაგიდაზე. თორე ამოგაძროფ მაგხუთს. ამ დაშორების მერე მოვიდა კიდე სიყვარული, აი ეს გრძნობა რომ მივხვდით რომ კიდე გიყვარდათ. კი, იყო სხვათა შორის. ამ სფეროში იყო ის ადამიანი? არა. მაშინაც მივხვდით რომ აი ძალიან გიყვარდათ თუ ეს იყო დროებითი გატაცება? არა, ეს იყო ყველაზე დიდი სიყვარული ჩემს ცხოვრებაში. ანუ თქვენ ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული არ იყო თქვენი ქმარი. და იყო სხვა. იყო სხვა. რატო ვერ მივიდა ქორწინებამდე? რა ვიცი, ჩემი პროფესია არ მოეწონა. ბისიცოლი იყავიო, ესეც დამიწუნა. ვერ ეგუებოდა იმას რომ მსახიობი შეიძლება მოიყვანა ცოლად. ძალიან მტკივნეული იყო. ნანოფ. რა მითხრა? შეიძლება რომ წავსულიყავი კომპრომისზე და დარჩენილიყავი მარტვილში, ახლა მე ვფიქრა ნეტა თბილისში დაუბრუნებულიყავი თქო. რა ვიცი, ზუსტად არასოდეს 100%-ით არ იცი. არ გადადგმული ნაბიჯი, კარგია თუ ცუდი, არ ვიცი. ეს ხო არ იყო იმის მიზეზი, რომ მეორე შექმნით ოჯახი, რომ დაგევიწყებინათ მასთან ურთიერთობა. მის ჯინაზე გავთხოვდი. მის ჯინაზე გავთხოვდი. მეგონა რომ ზაზა ჯორბენაძის სიყვარული მეყოფოდა. იმით მე ასეთი ურთიერთობა არავისთან არ მქონია და თავიდან ვიშორებდი ყველას ისევ ჩემი ხასიათის გამო.
საჩემ ხვდებოდა ისეთი კაცი თან ჩემს ყველაზე ელო და ძლიერიც ყოფილიყო და დამოუკიდებელი. ხატვარი იყო, პროფესიით. ხატვარი იყო ძალიან ჭიერი ადამიანი სხვათა შორის. არაჩვეულებრივი ფილმი აქვს გადაღებული ოჩა ბამბა. სად არის ახლა ეს ფილმი არც ვიცი. მორიცავსე, მოჯანყე, სერგო ორჯონიკიძის ძეგლს ეგასხავდა საღებავს. ვერ შეიყვარეთ მაინც? მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე იყო, ანუ ეს ხო ის თემაა, როცა ვიდას სამიწყებლად. არა, შევიყვარე. რამდენი წელი მოგიწევთ თან ცხოვრება? ძალიან ცოტა ხანს. ისიც იკეთებდა. ნარკოტიკი იყო მიზეზი? კი. 8 თვე შეძლო ამის გარეშე და 8 თვის მერე ისევ დაუბრუნდა და წამოხვედით? კი. არც ერთი კაცი არ ღირს ნერვიულობად, ფიქრად და დროის გარკვევად. მაგრამ თუ ღირსეული ადამიანი შეხვდება, რომელიც ჩვენთან ერთად თანაბრად გაიზიარებს ცხოვრებისეულ პასუხისმგებლობას და პრობლემებს კი არ მოგიმატებს, არამედ მოგაკლებს, მაშინ ცოლადაც უნდა გახვერო. და დაზვერვაშიც. ზართულია ხომე ადამიანისთვის, როდესაც სიყვარულში არის ესეთი იმედგაცრუებები. მე თითქოს იმედი ქრება, რომ აღარ მოვა ის დიდი სიყვარული. ქონიათ ესეთი მომენტი? რომ აი თითქოს იმედი გადაგეწურათ და კი, არა, ვიცი რომ აღარ მოვა. მაგაზე არც ვფიქრობ, არც მაინტერესებს. რა თქმა უნდა, არ იქნება. თუმცა იმ პერიოდში ხო ფიქრობდით იმას, რომ იტალიაში უნდა წასულიყავით საცხოვრებლად და იქ შეიძლებოდა მოსულიყო დიდი სიყვარული, თუნდაც არა ქართველი, ხო? კი, რატომაც არა. რატომაც არა, ეს შეიძლებოდა. მაგრამ არა, ვისკენ არ გამიხედავს. სხვათა შორის იყო ბევრი ცდილობები იმადგან, ძალიან ბევრი. ყველა ცდილობდა რომ მოეხიბლეთ. რომ მოვეხიბლე. მისაყადურეს კიდეს ძალიან ცივი ხარო. ერთი მომეწონა ძალიან. არაჩვეულებრივი იტალიელი, არაჩვეულებრივი ძაღლით, ესეთი გაყრილი თმებით, ოდნავ გარუჯული, არა დამწვარი. და იმ კაფეში სადაც შევდიოდი, ვიცი რომ იქ იყო და მეორე დღეს არც გავიხედე იქით რომ არ დამენახა. ანდრო მორიდების მომენტი იყო? თუ აი რა ხო, არა, რა ვიცი, რაღაც მორიდების მომენტი იყო მაინც. მე თბილისში დაბრუნება მაშინვე მქონდა გადაწყვეტილი. იმას სიკუნდოდა დარჩენა და საქმის გაგრძელება. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ყველაფერს სხვანაირად ვუყურებდი. არც ის თმობდა, არც შენ. ზუსტად. ემიგრაციაზე მინდა ვისაუბროთ. მიდიხართ იტალიაში სამუშაოდ. ჯერ დავიწყოთ რატომ იტალია? ყოველთვის ვეცნებოდი იტალიაზე. თანახმა ვიყავი, იქ მემუშავა ხელზე მოსამსახურედ, ოღონდ ყოფილიყავი იტალიაში. დრაზე მუშაობდით რო ჩახვედით? ეხლა რთულია ახალი ჩასული ადამიანისთვის სამსახური. შინე მოსამსახურე. ერთ ოჯახში იყავით ეს პერიოდი, რაც იტალიაში? არა, 18 თვე ვიყავი იტალიაში და 10 ოჯახი გამოვიცვალე. ეს ძალიან დიდი სტრესი იყო. ჩადიან და ერთ ოჯახში არიან და ერგებიან და მე ანუ ვერ ბოლომდე ვერ ამეწყო. სამსახური ვერ ამეწყო. და კიდევ ვიცით რა არის რთული, ანუ ყველას გვიწევს ხო რაღაცა ზოგჯერ იმ საქმის კეთება, რაც არ გვინდა დიდად, მაგრამ ცხოვრებაა და გვიწევს, მაგრამ როცა აქედან მიდიხართ, უკვე პოპულარული მსახიობი და იქ იწყებთ მუშაობას ოჯახში დამხმარეთ, ხო? ორმაგად რთული არ იყო თუ ამაზე არც ფიქრობთ? არა, პრინციპში არ იყო. რას ვაკეთებ? დავაგებით, აქაც ვალაგებ და იქაც ვალაგებ და იქ სამაგეროდ ფულს მაძლევენ ამაში და რა იყო ამაში ან სათაკილო? არა, სათაკილო საერთოდ არც ერთი სამსახური არ არის, მე თუ მკითხავთ. იტალიური იცოდით? ცოტა მაინც. სალაპარაკო ვიცოდი კი. ხო, ანუ კომუნიკაციაში შედიოდით. კი, თავისუფლად. ხო არ ფიქრობდით მაინც, რომ აი შეიძლებოდა იქ სამსახიობო კარიერაც დაგეწყოთ? სხვათა შორის იყო ეგეთი ვარიანტი, ჩინეთში შეიძლებოდა. ეს არის თეატრი? ეს არის მათი კინოსტუდია. აჰა. კი ბატონო. შეიძლებოდა იქ მოსინჯვა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ისე ქართველების გამო მომიწია ბარში წასვლა და ეს ვარიანტი ჩაიშალა. ქალაქ ბარში. ქალაქ ბარში. წამოყვანეს ქართველებმა.
ხომ არა იქ ის შანსი რომ კიდე გაუშვი რა მექნა ქართველებზე ვიყავი დამოკიდებული. ძალიან სამწუხაროა, თორე შეიძლება სულ სხვანაირად წარმართულიყო. შეიძლებოდა. მე თქვენი ახალი მასწავლებელი ვარ, მაგდა მას. მობრძანეთ მაგდა მას. ესეც ქრთამი. ეხლა სუფრასთან არა ვსხდებოდეთ, ამ ქრთამიანად უკან გადაბრუნებდით. ფსიქოლოგი ტყუილათა ვარ. იმიგრაციას კიდე ერთი ცუდი აქვს ის, რომ მონატრება სამშობლოსი პროფესიის მეგობრების და კიევში გატარებული ღამეები. უამრავი, ისე მენატრებოდა ჩემი ბალიში, ჩემი ოთახი, ისე მენატრებოდა. ქართული ნოსტალგია, რაც იყო ეს გამოვცადა საკუთარ ზურგზე. და 18 თვის მერე გადაწყვიტეთ, რომ მე ვეღარ გავჩერდები აქ და უნდა წავიდე? კი. თუ მოხდა რამე? არა. უკვე ნამდვილად აღარ შემეძლო. ხო. ნამდვილად აღარ შემეძლო. სად მოგაქვს ეს კამი? ბიჭო, სად მოგაქვს ეს კამი? აქ არ გადგა, ჩემი ადგილია. ყველამ ჭკუა ისავა რა. ესენი სად იყვნენ, მე რო უკვე აქ ვიჯექი. თეატრში ხო არ ქონდათ ცდილობა ჩამოსვლის მერე დაბრუნების? არა, უკვე აღარ შეიძლებოდა, არ იყო თანხების სამაგისოდ, რომ თეატრში დაბრუნებულიყავი. მაგრამ გინდოდათ? კარგი იქნებოდა, რა თქმა უნდა. ნამდვილად, კარგი იქნებოდა. ეს ოღმანი თითქოს უენო გამუდმებით ყუში ჩაგზახის, რომ კიდევ გვიან არ არის, არა ბოლო წუთამდე. თითო კეთება. წამებულო ნარნარი სული თუღონთ ნუ მეტყვი არასოდეს გიყოყმანია. ნურც იმას მეტყვით კივილის არ გეშინოდა, გჩეხეს, გჯიჯგნეს, ცეცხლი შეგინთეს. თუმც მოევლინეს აქრისტიანოს ხატა, ჩირაღნა. ქართველის გული დღესაც იწვის იმავ კოცონზე. ჩემი ტანჯვა შენს დიდებულ წამებასთან რასათქმელია, მაგრამ მაინც ადამიანის არ გეყოფილა. ზეს ყოველთვის შესწევს ძალა მთვარე გვენახოს გარნა მთვარე მზეს ვერასდროს დაემსგავნება. ფილმებზე მინდა ვისაუბროთ. თქვენი თაობის მსახიობებს ჯერ კიდევ მოუწიათ, ხო იმ პერიოდში, როდესაც ასე თუ ისე ფილმებს იღებდნენ. კი, მე იყო ნუცა სკოლა. კიდე რომელი ფილმები იყო გამორჩეული, რომელმაც ცნობადობა მოგიტანათ იმ პერიოდში? ნუცა სკოლა, ნანა ჯორჯაძის ყველა ფილმი, მიხო ბორაშვილის შემსრულებელი, გია დანელიასთან паспорти. Ты что вытворяешь? В тюрьму захотел? Одыши, генацвале, одыши. Чем изма? Извини, дорогая. Брат навсегда в Израиль уезжает. Родную землю забыли взять. Павле Чарквияnis ჩემი საყვარელი ბაბუ. შუშუ ვიცეკოთ? ვიცეკოთ? მოდი ისაკ. ალბათ შუშუ გთხოვთ? აი ყენჩილა შენა. ჰოპ. ერთ-ერთ ფილმში საერთოდ ფრანგ ვარსკვლავთან ერთადაც მოგიწიათ გადაღება. კი, ეს იყო პიერიშარი. პიერიშარი, ნანა ჯორჯაძის ფილმში და ჟორჟ დერმონთან паспорти. აჰა. ესეც ძალიან დიდი ვარსკვლავია ფრანგი. აი გადასაღებ მოედანზე რო აღმოჩნდით ერთად. თქვენ უკვე ახლა იცოდით, ხო, შორიდან, ეკრანიდან. როგორი იყო შეგრძნება? ძალიან მშვიდად ვიყავი სხვათა შორის. არანაირი დაძაბულობა არ მქონდა. მაშინ ისეთი თავდაჯერებული ვიყავი, რომ დენირო რომ დაეყენებინათ, იმასთანაც ასე მეგონა შევძლებდი მუშაობას. ხო, შვენიერია. პიერიშარი როგორი აღმოჩნდა? ძალიან კარგი ადამიანია. ძალიან გაუთამამდი. NKVD-შიც ვთამაშობდი და აჭიმები მქონდა გაკეთებული და მივედი და ეს აჭიმები გამოუწვია ასე. და გაუშვი ხელი და ეს აჭიმები მოხვდა და ეთკინა და შეხვდა. არელოდა. Parlez-vous français? მითხრა მე. მოეწონა მაინც ეს ითამამე. საუბრობდით ფრანგულად? არა, სამწუხაროდ არა. ხომ არ შეგეშინდა? არა. რომ დავირეკე ზუსტად ბებია ეკატერინეს ხაქონდა. ხარო მოვდივარ. გაუშვი, მეცა მოვიღებ.
კარგია რომ ჩამოხვედა. როგორ გაიზარდა? რო ჩამოდიხართ იმ პერიოდში იყო ძალიან პოპულარული სერიალი შუა ქალაქში. აი ყველა უყურებდა და თქვენც ქალბატონის შალოვნას როლზე შედიხართ ამ სერიალში. ვაი ვედეჭა. ჩემი გოგო, ჩემი თქნა. როგორ მომენა. მარიკა. ვინ არის? ვირა? სისანა შალოვნა. როგორ ძანდებით? ამ სახიობებს, ახალთაობის სახიობები იყვნენ, მაინც იცნობდით რომელიმეს, როცა მოგიწიათ შესვლა? კი, როგორ არა. ყველას ვიცნობდი. თამუნა ნიკოლაძეს. ოთარ ტატიშვილს იცნობდით? სიდედრიც უნდა გითამაშოთ. ოთარ ტატიშვილსაც ვიცნობდი, რასაკვირველია. სოფელში ბატონო ბრმამ ჩამოიარა. ბრმა რაინდმა. ოჯახ შალოვდა. მახსოვს. მართლა? ექსუ დავიწყდება ხოლმე. შენ გაიხარე ბრმა რაინდო ეს რა გემრიელი სოკო გვაჭამეო. ჩემო ირაკლი. მოდი ამჭიქით ჩვენს გიასახლის. ნერვიულობის მომენტი არ იყო ამდენ წლის მერე რომ და შესულიყავით. კი, ძალიან ყველავდი. მახსოვს ვიკეტებოდი და ვიმეორებდი ტექსტებს რომ არ დამიწყებოდა ნერვიულობისგან. მაგრამ გაართვით ჩვენ რა თავი და დღემდე ყველას ახსოვს ის ფოტოც კი. ოთარ ტატიშვილის გმირს როედო ოთახში შალოვნას სახით. მართალია, როგორც მარიკა ამბობს, ახალად შეღებილ კედლებს იქ უფრო უხდება. მაგრამ მაინც აქ იყოს. ჩემ 7 ძილს ასე უფრო უხდება. არა მარტო ეს სერიალი იყო ჩემი ცოლის დაქალები, სადაც პროკურორს თამაშობდით თინას მამიდას. იქნებ დაურეკოთ ციხის უფროს და უთხრა რომ რაღაცნაირად კარგად მოექცნენ. ნელიკო, მე ციხის უფროს ვერ დაურეკავ. ხო იცი ვერ ვიტან ეგეთ რაღაცებს. ნუ გეშინი არ მოკვდება. ვიმე ღმერთმა დამიფაროს. ისე და ყვავილები და სკვერი აგიტყდა ამ ხელა ხალხს. ყველა პოლიციელს ერთდაირი ტექსტები გაქვთ, აი. მე პოლიციელი არა ვარ, უფროსო. პროკურორი ვარ სხვათა შორის. მოგწონთ ხოლმე ახლა ძველი ფილმების თქვენი შესრულებული როლების ყურება თუ იცი რა არის ერთი როლი კაცი აჰა ჰომოსექსუალი მაქვს ნათამაშები დათო ჯანელიძის ტვრის გემოში რომელიც ძალიან მაინტერესებდა კაცი თან ჰომოსექსუალი და როგორ უყურებთ ახლა ამ გადასახედიდან გამოვიდა შედგა და სხვა შორის ბევრმა მოიწონა რა საინტერესო იყო სიგარეტი ხო არ გნება? ეძებ ვინმეს? კი. შენ. ჩემთან ავიდეთ. აქვე მოვათავოთ. თუმცა იქნებოდა შანსებიც რომელიც ხელიდან გაგიშვიათ. იგივე კარიერაში, იგივე პირად ცხოვრებაში. იყო ისეთი შანსი, რომლის ხელიდან გაშვებასაც დღეს ნანობთ ამ გადასახედიდან. კარიერაში ბევრჯერ მithქვამს მოარი. აი რატო რა მიზეზით? რომ როლი არ მოგწონდა ცხოვრება. მამუკა არ მიშვებდა ზოგჯერ. მამუკა მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც მსახიობი იყო, კი, ეჭვიანობდა. გასავლ. ეჭვიანობდა პარტნიორებს. და მის გამო უარს ამბობდით ამ როლებზე? კი. ვაჰ. კი. ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ თვითონ რომ მსახიობი იყო, მგონია რომ უფრო ლოიალური იქნებოდა, გაგებით მოეკიდებოდა ამ ყველაფერს. თქვენც ისე გიყვარდათ, რომ გერჩივნათ, რომ დაგეთმოთ. კი, მე ვთმობდი. ნანობთ?
სხვათა შორის არ ვნანობ. კარგად ითამაშეს, მე ვინც ითამაშა. თუმცა თქვენ შეიძლებოდა კარგად გეთამაშათ იგივე როლები. ხო, ასია. და პირად ცხოვრებაში იყო რამე შანსი რის გაშვებაც გინანიათ? დედობა რა თქმა უნდა მინდოდა, მაგრამ მივხვდი რომ ეს უკვე ძალიან დაგვიანებული იყო. და ძალიან მახარებს ის გმირი ქალები, ვინც ამაზე მიდიან. ჩემო პუტრაჭა. რო გამაბრაზე. ილოცე წყნარა ჩენებურად და დაიძინე. ჩემო ჯიბრაილ. შენ ხომ დიდი ხარ, შენ თუ ასე მოიქცევი, მას პატარები რაღაც იზამე. და ყურები აქ იცი, ანუ დაგვრჩა. ანასტასია საყვარელი. ბავშვებს ძილს ნუ გაუტეხ. სტუმრებს მიხედავ და მალე მოვა. თუმცა დიშვილი იყავთ. კი. იღებდით მონაწილეობას მის გაზრდაში. რასაკვირველია. დღეს უკვე დიდი იქნება, ხო? ალბათ მეგობრობთ უკვე. რა თქმა უნდა, ჩემი მესაიდუმლია. აი გადაფასებებს ხო ვახდენთ, რა წლები გვემატება? კი, როგორ არა. რა იყო ყველაზე ბედნიერი პერიოდი თქვენ ცხოვრებაში და ყველაზე ცუდად გასახსენებელი? ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო სტუდენტობა. თეატრში გატარებული წლები და ყველაზე ამად მოსაგონარი 9 აპრილი. იყავით იქ? რასაკვირველია. სხვათა შორის 8 აპრილსაც ვიყავი და მაშინაც ელოდნენ დარბევას. ისე მახსოვს. ზვიად გამსახურდია სიტყვები, აი ამას ქვია დგანან და ელიანო. და 9 აპრილს ჩემი და ცხოვრობდა იქვე კეცხოველზე და ფეხმძიმედ იყო და უთხარი რომ ეხლა წადი აქედან სახლში თქო, აი ტაქსისგან გააჩერე და წადი სახლში თქო და ჩვენ წამოვედით ძალიან მშივრები ვიყავით მეგობრებთან. კეკელიძეზე საჭმელად და აი ამ ჭამის დროს გამიგონე ერთი ქალი ყიროდა საშინად ქართველებო ადეკით თამხოცეს. გავედით უნივერსიტეტთან ჩავედით და იქ ზვიადი იდგა და იკითხა რამდენი არისო დახოცილიო. საშინელი რამე იყო, ხო? მე საქართველოს დედოფალმა სურს მოვისმინო იმპერატორის ის ბრძანება, რომ საქართველო როგორც სამეფო აღარ არსებობს. მერე კი მე და მხოლოდ მე უნდა გავცე იქვე პასუხი. დეპრესია გამოგიცდიათ? აგორა ორჯერ ალბათ. და აი ამ დროს ყველაზე რთულია რომ საკუთარ თავს შემოუძახო, ისევ მისცე სტიმული რომ გააგრძელოთ. ვინმე გეხმარებოდა თუ თქვენ იყავით თქვენი თავისთვის ის ადამიანი? ისე მე მეგობრები, ბუნება, ზღვა, ხო, მოგზაურობა. იგაზია. ყველას რომ გოსნით, მე რა დავაშავებ? თავს რატომ ვიკავებთ? შენ რა ვერ ხვდები? მერე? თუ ეგრეა ვერ იტყვით პირდაპირ. ანიკო არ გეცოდებათ? გეთქვან და წავიდოთ. მა ფსიქოლოგით ყოლად ახლა. ემოციური ადამიანი ხართ? კი. ხშირად ირით? კი, გული მიჩუყდება ბევრ რამეზე. და სხვა შორის ძალიან მშვიდი ადამიანი აღმოჩნდით. წყობიდან რა შეიძლება გამოგიყვანოთ? ტერმა. ტერს გულისხმობთ? საქართველოს მტერმა. და იმ უსამართლობამ რაც შეიძლება მოხდეს ქვეყანაში? იმ უსამართლობამ განსაკუთრებით. წლების მატებას როგორ უყურებთ? გაშინებთ ეს მომენტი წლები რო გემატება თუ არა? რა ვიცი, ხან ძალიან ახალგაზრდად ვგრძნობ თავს. ეს კარგია. 18 წლის გოგოსავით ვარ ზოგჯერ, ხან ძალიან ღრმა მოხუცად. თუმცა პროფესიაში ხო გინდათ რომ უფრო მეტი გააკეთოთ? აი რაღაცას ერთს კიდე გავაკეთებდი რა იქნება, მართლა ჩემო. ხო და მგონია რომ იქნება კიდე შანსი იმისა რომ შემოგთავაზონ და მოგცენ შანსი. მერთმადის მინდოთ. წარმატებები მინდა გისურვოთ და მადლობა მინდა გითხრათ. ძალიან დიდი მადლობა. მამოგზაურეთ ჩემს ცხოვრებაში. ხო, მე წლები არ მომისმენია თქვენი ინტერვიუ და დიდი ინტერესით ველოდებოდი თქვენს პასუხებს და ძალიან საინტერესო ამბები მოვისმინე და მადლობა ამისთვის.
მადლობ თქვენ.